საფრანგეთში, ლიონში მიმყოფები მეგობრებო და რატომაც მომივიდა ადრე ლიტვიდანაც გავაკეთე უბრალოდ ლიტვიდან მსგავსი კონტენტი რო ჩამეწერა ვლოგი თუ რა ფასები აქვს კენკრას საფრანგეთში კონკრეტულად დიდ სავაჭრო ქსელებში როგორც არის კარფური და ასე შემდგომ ვფიქრობ საკმაოდ საინტერესო იქნება თან საფრანგეთში ძირითადად არის რა თქმა უნდა ფრანგული წარმოების კენკრა და არის ასევე ესპანური რომელიც რა თქმა უნდა ხარისხის არ ჩამოუვარდება და აი როგორც კი შევალთ ნახოთ ფასებიც წესი და რიგი ჯიშების უნდა ეწეროს და საკმაოდ საინტერესო ისეთი მინი ვლოგი გამოგვივა რომელიც ვფიქრობ რომ რაღაც წარმოდგენას აუცილებლად მოგცემს არ უნდა დაგვიწესოს რომ საფრანგეთი არის ევროპაში უდიდესი სოფლის მეურნეობის გიგანტი ესე რომ ვთქვათ დაახლოებით 13%-იანი წილი მოდის სოფლის მეურნეობაზე და ძალიან გათქმული და ძალიან ხარისხიანი პროდუქცია რა თქმა უნდა არა მხოლოდ კენკრა არამედ სხვა პროდუქტებიც ასე რომ შევიდეთ და რა თქმა უნდა ერთად ნახოთ თქვენ არ დაგავიწევთ რა თქმა უნდა რომ გამოიწევოთ ჩვენი ეტაპი აი შემოვედი და პირველი რაც ნახეთ ეს არის მოცხარი მეგობრებო 125 გრამი 3.60 ესე იგი ნახეთ როგორ გამოიწევს რომ მოცხარს იცით რომ კოპიკამაშიც პირველი წელიწადია ზრდით და ძალიან პოპულარულია. კი გამოვიცეთ რომ ნახოთ ხამბუას, ანუ ეს არის ჟოლო 3.30 125 გრამი ასევე. აი ნახეთ. საკმაოდ შელახულია, თუმცა დარწმუნებული ვარ რომ გემრიელი იქნება, რა თქმა უნდა, ამ დილის მოტანილი არ იქნება ეს. მაგრამ დავარწმუნეთ საფრანგეთში ყველა კენკრა უგემრიელესია. რაც მე ყოველ შემთხვევაში გამისინჯავს. ნახეთ ახლა 125 გრამი 3.90 არის მაყვანი. ნახეთ ასეთ შეფუთვაში საკმაოდ რო ისუნთქოს კენკრამ, იცით ჩვენც ასე ფუთავთ ხოლმე ჩვენს მარწყვს. 125 გრამი 3.90 საკმაოდ ისეთი ნორმალური ფასებია. თან არ დაგვავიწყდეს რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადავიყვანოთ ეს ევროდან ლარში, იმიტომ რომ ეს ადამიანები საფრანგეთის მოქალაქეები და ვინც აქ ცხოვრობს იგებს შემოსავალს ევროში და შესაბამისად ვაჭრობენ ასევე ევროში, ხოლო ჩვენ ლარში. ესე იგი მეგობრებო, იმყოფები საფრანგეთში, ქალაქ ლიონში და სუსტად როგორც ჩვენი მარცხნივ შეფუთვაში და თვითონ მინდა დააკვირდეთ როგორი იყიდება თვითონ. ზოგადად ფრანგები ძალიან გამორჩეულებია და ყველაფერში აბსოლუტურად ესპანელებიც რა თქმა უნდა. მაგრამ აი ამ პერიოდში, ანუ გულისხმობ პირველი წლის ხალისი ბევრად უკეთესია. 5 ევრო ღირს. პირველი კალიბრიაო უწერიათ, რა შეფუთვა არის სხვადასხვა 500 გრამიანი არის. ანუ 500 გრამი ეს არის საუბარი 5 ევრო. აი ამ პერიოდში